ქობულეთის 34 და ბათუმის 103 საარჩევნო უბნების შედეგები ბათილად გამოცხადდა. აღნიშნულ უბნებში მოსახლეობა საკუთარ არჩევანს განმეორებით 29 ივნისს გააკეთებს. რის საფუძველზე ცნო ბათილად სასამართლო მე-2 უბანი და რაც აცხადებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. ჯენი კვანტალიანი ამბობთ. ქობულეთის საოლქო კომისიამ 34 უბნის შედეგები გააბათილა. განმეორებითი კენჭისყრა სოფელ წითელ ოქტომბერში მდებარე უბანზე ჩატარდება. 34 უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ საჩივარი 4 სუბიექტმა დაწერა. საჩივრის მიხედვით 61 ბიულეტინზე რეგისტრატორის ნაცვლად უბნის ბეჭედი იყო დასმული. ბიულეტინების ნაწილზე ამომრჩევლის ხელმოწერა არ ფიქსირდება. შერჩევის პრინციპი გამომდინარეობდა იქიდან კომისიური წესით იქნა შერჩეული. საკმაოდ კარგად გაართვა თავი ზემოაღნიშნულ უბანმა, საუბარია 54 უბანზე. არ იყო რეგისტრირებული აღნიშნული უბნის მიმართ არც საჩივრები, არ იქნა რეგისტრირებული საჩივრები. ერთ-ერთი საუკეთესო უბანი იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში, ჩვენს ოლქში. გამომდინარე აქედან კომისიურად შევარჩიეთ 54 უბანს ჩაეტარებინა არჩევნები 34 და ქვედააჭყოს საარჩევნო უბანზე. ბათუმში კი 103 საარჩევნო უბნის შედეგები გაბათილდა. საჩივრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. ცესკომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა. ბიულეტენში კვლავ 3 საარჩევნო სუბიექტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება მითითებული. განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის არჩევნებში. პროპორციულში და მერში არ ჩატარდება. ჩვენ შევაჯამებთ ოლქს 103 უბნის შედეგების გარეშე, რაც შეეხება მერისა და პროპორციულ შედეგებს. ანუ დავითვლით 103 გაბათილებული უბნის გამოკლებით. 103 უბანი ის პერსონალური შემადგენლობა ვეღარ ჩაატარებს განმეორებით კენჭისყრას, ისინი დაჯილები არიან. ბათუმის 103 და ქობულეთის 34 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაწერეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის ფუნქციები შეითავსა და ხმების ბათილობაზე განაცხადი სასამართლოში ამიტომ შეიტანეს. ორი ადმინისტრაციული ორგანო პრაქტიკულად, რომელსაც აქვს გასაკეთებელი სხვა საქმე, ერთს მეორე სხვა საქმე. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიამ შეიჭრა, რაც მე ვფიქრობ, ეს საოლქო კომისიას ჰქონდა გაცნობიერებული რამის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გააკეთა. ხოლო მიზეზებს გადაკეთო. ხო, არ ვიცი, განმეორებითი არჩევნები ყოველთვის ჯდება თანხა და ალბათ ამ თანხის სხვა მოტივებს სიმართლე გითხრათ, მე არც მიფიქრე ამ მოტივებზე, რატო გააკეთა ეს. ალბათ თანხის დაზოგვის მიზნით არ აქვს კანონი. გაბათილებულ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს გაიმართება.